2025 წლის მაისში დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში დიდი გაბარიტების მქონე მანქანების გარკვეულ საათებში გადაადგილების შეზღუდვის გამო 216,609 ლარის ჯარიმა დაიწერა. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების დოკუმენტში აღნიშნული. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით ჯამში იანვარ-მაისში აღნიშნულ დარღვევებზე გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 1,200,000 ლარის ჯარიმა შევიდა, აქედან 158,420 ლარი იანვარში, 204,902 ლარი თებერვალში, 7,710 ლარი მარტში, ხოლო 321,464 ლარი აპრილში. რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს 2024 წელს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში დიდი გაბარიტების მქონე მანქანების გარკვეულ საათებში გადაადგილების შეზღუდვის გამო ბიუჯეტში ჯარიმების სახით 1,153,000 ლარზე მეტი შევიდა. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 1 იანვრიდან დროის გარკვეულ მონაკვეთში დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე მანქანების, კერძოდ M3, N2 და N3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება აიკრძალა. შეზღუდვა დილის 8-დან 11 საათის მონაკვეთში და ასევე 17-დან 20 საათამდე შუალედში მოქმედებს. რა გავლენა იქონია ჯარიმებმა ბიზნესზე და საბოლოოდ მომხმარებელზე, რომელიც ამ პროდუქციის მომხმარებელია? ამ თემაზე სასაუბროთ ლაშა რიჟამაძე, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი გვერდება სტუდიაში. დილამშვიდობისა ლაშა, მადლობა დროისთვის. რაც ეს გადაწყვეტილება ამოქმედა, მას შემდეგ დღემდე ალბათ ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია რა ეფექტი შეიძლება ქონოდა ამ ყველაფერს ჯამში გაყიდვებზე და მინდა რომ ხა შევაჯამოთ, რადგან ოფიციალური მონაცემებიც არსებობს და საკმაოდ დიდ ჯარიმაზეა საუბარი, რა გავლენა იქონია გადაადგილების შეზღუდვამ დისტრიბუციაზე? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. პირველ რიგში სტატისტიკა ცხადყოფს, რომ მაშინ როდესაც შევიდა დილის საათებში სადისტრიბუციო კომპანიებისთვის გადაადგილების შეზღუდვა გაურმაგებულია ჯარიმის ოდენობა 5 თვის ჭრილის შუალედში, ანუ მთელი წლის განმავლობაში რაც კი ჯარიმები არის გამოწერილი, მას აჭარბებს უკვე 5 თვის მონაცემი და როგორც ჩვენ აქამდეც აღნიშნავდით, იანვარი ეს პასიური პერიოდი იყო, თებერვალით შედარებით უფრო პასიური და უკვე მარტიდან, როდესაც სრულფასოვნად ახდენდა კომპანიები უკვე ოპერირების გაგრძელებას, ჯარიმებზეც აისახა, რომ სამწუხაროდ რეალურად ის ხდება არაერთი დაჯარიმება, მათგან დამოუკიდებელი მიზეზების და გამო მათ შორის უნდა აღინიშნოს. გამომდინარე იქიდან, რომ როდესაც სატრანსპორტო საშუალება ხდება საცობში და ფიზიკურად ვეღარ ასწრებს გამოსვლა შეზღუდვის ზონიდან, მაშინ იძულებულია რომ გაჩერდეს და 3 საათი იდგეს, ელოდეს, როდესაც გავა ეს შეზღუდვის დრო და ამის შემდგომ მოახდინოს უკვე მოძრაობის გაგრძელება, რაც ფიზიკურად შეუძლებელია, თანამშრომელს მოთხოვო ის, რომ 3 საათი დაელოდოს და შემდგომ გააგრძელოს მოძრაობა, რომ ზონიდან გამოვიდეს. აქ შეიძლება ჩვენ გქონდეს საუბარი 5-10-15 წუთიან დაგვიანებებზე, რაზეც არაერთხელ მოგმართეს განსაკუთრებით აღდგომის პერიოდში, როდესაც მომარაგება გაძლიერებული არის და ფიზიკურად ვერ ხერხდებოდა გამოსვლა ამ ზონიდან. მცირედი დაგვიანებებით და ითხოვეს, რომ რაიმე სახის იქნებ შუამდგომლობა ყოფილიყო მერიასთან, რომ ეს გათვალისწინებული ყოფილიყო მინიმუმ აღდგომის პერიოდისთვის. რაც ასევე არ იქნა გათვალისწინებული. სამწუხაროდ არ იქნა გათვალისწინებული, ანუ ფიზიკურად ფაქტია ის, რომ ჯარიმების ოდენობა მხოლოდ 5 თვის ჭრილში უკვე აჭარბებს გასული წლის მთლიანი წლიურ მონაცემს. და ეს სამწუხაროდ რა თქმა უნდა საბოლოოდ ყველა მწარმოებელი თუ სადისტრიბუციო კომპანია ამ ჯარიმას ასახავს საბოლოოდ პროდუქციის ფასში. მათ შორის უნდა აღინიშნოს, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გახლავთ ის, რომ როდესაც ყავს რამდენიმე ათეული სატრანსპორტო საშუალება, მწარმოებელი იქნება ეს თუ სადისტრიბუციო კომპანია, პირველი ჯარიმა, რომელიც აითვალისწინებს 1000 ლარის ოდენობას, ჯარიმას შემდგომ ყველა ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც მის საკუთრებაში არის, რომელიც ჯარიმდება, არის 3000 ლარი. ანუ თუ მხოლოდ 3 მანქანას შეიძლება დააგვიანდა 5 წუთის ზონიდან გამოსვლა, ეს უკვე არის სადღაც 10,000 ლარის ჯარიმა. ეს ნიშნავს, რომ უკვე ბიუჯეტში კომპანიებს ასახული აქვს და პირდაპირ კორელაცია ამ თანხის თუ რაღაცა წილის ასახვა ხდება და არასრულად. კომპანია ყოველთვის ცდილობს, რომ ეს ფასში მაქსიმალურად არ ასახოს. არ ასახოს გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს გაყიდვებზე მოქმედებს. მაგრამ გარდა გაბარიტული სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შეზღუდვის ჯარიმებისა გვაქვს
პარკირების ჯარიმა და სხვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა, რომელიც შეიძლება რომ გამოწვეული იყოს ამ საქმიანობის განხორციელებაში, სადაც ავტოტრანსპორტი და გადაადგილება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, ხო? ძირითადი საქმიანობის სახის წარმოადგენს. სამწუხაროდ ეს ფასში ისახება, ჩვენ ამის შესახებ ვსაუბრობთ, რომ ეს ფასში აისახებოდა და ეს ნეგატიური იქნებოდა მომხმარებლისთვის პირველ რიგში და მათ შორის კომპანიებისთვის, რომლებიც რეალურად გაყიდვების კუთხითაც გარკვეულ ზეგავლენა მოახდინეს და მათ შორის ჩვენ გვინდა გამოვყოთ ერთი ნაწილი, როდესაც რა მიზანსაც ემსახურება პირობითად ის, რომ ვიკი საათებში გადაადგილება შედარებით გამარტივდეს. გარდა ამისა, სადისტრიბუციო კომპანიებმა იქიდან გამომდინარე, რომ ვეღარ მოასწრებდნენ ფიზიკურად მომარაგებას და საღამოს მიმღები არ ყავდათ ობიექტებზე, იძულებული გახდნენ დაემატებინათ ავტოსატრანსპორტო საშუალებები, მათ შორის თანამშრომლები, რაც პირდაპირ პროპორციულად აისახა ხარჯში. ანუ ძირითადი ხარჯი ჩვენ არ ვამბობთ, რომ მაინც და მაინც ჯარიმიდან მოდის. იმ ხარჯიდან მოდის თუნდაც, რომ ახალი სატრანსპორტო საშუალება, ახალი კადრები, საწვავი და ასე შემდეგ. ძირითადად რა ტიპის პროდუქციას შეეხო ეს, რომელი გადაადგილდებოდა დიდგაბარიტიანი გაბარიტული სატრანსპორტო საშუალებების ერთ-ერთი მტკივნეული რაც იყო, რაზეც ვაპელირებდით, გახლავთ ეს რძის პროდუქტები, რძის ნაწარმი, მათ შორის არაალკოჰოლური სასმელები, წყალი და ასე შემდგომ, მათ შორის ლუდი და მათ შორის ჩვენ გვინდა ვთქვათ, რომ არის კომპანიები, რომლებიც მისი მასშტაბიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ მიზანშეწონილია ლოგისტიკურად დიდი გაბარიტული სატრანსპორტო საშუალებები მოამარაგონ, ძალიან ასეულობით სახეობის პროდუქციის ერთ კომპანიის მიერ პირობითად მიწოდებაზეა საუბარი. და შეიძლება ვთქვათ, რომ საკმაოდ დიდ ნაწილს, რასაც თაროზე ვხედავთ, ამ პროდუქციას შეეხო. ჩვენ მათ შორის გასულ კვირას დედაქალაქის მერიას, ვიცე-მერს მივმართეთ შუამდგომლობით, რომ დედაქალაქის მერის გაცხადებული პოზიციიდან გამომდინარე, რომ ჰაერის დაბინძურების დონე და მალნი აირების შესამცირებლად წაახალისოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩანაცვლება უფრო ეკოლოგიურად სუფთა ავტოსატრანსპორტო საშუალებებით და ვიმედოვნებთ, რომ ელექტრომობილებისთვის თუ კი კომპანიები შეძლებენ შეძენას და ავტოპარკის ჩანაცვლებას არსებული ავტოპარკის ელექტრომობილებით, მათ შესაძლებლობა შეიძლება მიეცეთ შეზღუდვის დროს გადაადგილებაზე, რაც ძალსახად როგორც დედაქალაქისთვის იქნება მიზანშეწონილი და დედაქალაქის გაცხადებულ პოლიტიკას შეესაბამება, მათ შორის ფინანსურად ძალიან დადებითად იმუშავებს ყველა ბიზნესზე, რომელიც შეეცდება, რომ ჩაანაცვლოს ყველა ის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც ეს ხარჯი წაისახება ალბათ მომხმარებელს და საბოლოო ჯამში. ეს ხარჯი იმის დათვლით, რომ უწევს ფიზიკურად დამატება და ის ჯარიმები, რაც მოდის, საბოლოოდ პირიქით დადებითად შეიძლება ითამაშოს, ვიდრე ნეგატიურად. ლაშა, შეჯამებისთვის იანვრიდან დღემდე რა არის ფასნამატი, რაც ამ არსებული ჯარიმების გათვალისწინებით გაზარდეს კომპანიებმა? ეს ფასნამატი ინდივიდუალურია პროდუქციის შესაბამისა და კომპანიის სიდიდიდან გამომდინარე და იმ ავტოპარკიდან, რომელიც ყავს, მაგრამ ეს შეიძლება რაღაცაზე იყოს 7, რაღაცაზე 10 და რაღაცაზე 15, არ ვიცი. დღეს არის ელექტრომობილების ჩანაცვლება ერთ-ერთი მთავარი შეთავაზება, რაც დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციას აქვს მერიასთან, თუ არის კიდევ რაიმე სხვა, რასაც აყენებთ იმისთვის, რომ მდგომარეობა შეეცვლოს. სამწუხაროდ ჩვენი არაერთი მცდელობისა დღემდე დაყენებული სხვა მოთხოვნა, რომ მხოლოდ დილის საათებში კონკრეტული კატეგორიის იქნებოდა ეს სურსათი, სასმელი და ჰიგიენური საშუალებების მიმწოდებლებისაც ყოფილიყო შეღავად არ იქნა გათვალისწინებული, არაერთ შუამდგომლობა ჰქონდა, არაერთ სამსახურთან, როგორც დედაქალაქის მერიის, ასევე სამინისტროებში თუ ასე შემდგომ, მათ შორის საკრებულოში და ვიმედოვნებთ, რომ ეს ინიციატივა, რომელიც ვიცე-მერის ბატონ გიორგის სახელზე არის წარდგენილი, ეს მაინც დაკმაყოფილდება და დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ძალიან დადებით როლს ითამაშებს მთლიანად თუნდაც იმ ჯარიმებში და იმ სტატისტიკაში, რასაც ხედავთ ჩვენ. და გამოხმაურებას რა იქნება? მე რისგან მადლობა თქვენი დროისთვის და ტრადიციულად ინფორმაციის განახლებისთვის. ლაშა რიჟამაძეს უსმენდით, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტს.